Ბატონიკა საღამომშვიდობის პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ინტერვიუსთვის. ბატონიკა, მე მინდა მაყურებელს წაუკითხო, აი ცოტა ხნის წინ თქვენი ვრცელი განცხადება გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო სტრატეგიულ არაფრის კეთებას და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტის. არჩევნებს უარყოფთ, არა, პირიქით მივდივართ იქით, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ. შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს, იმიტომ რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს. ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერის კრიტიკა და მუდმივად ექსპერტული პიდესტალიდან მოგმართავს. შეიძლება თუ არა გავიგოთ თქვენი ეს ვრცელი წერილი ისე რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან, რომლებმაც მცდარ ტაქტიკად და შეცდომად შეაფასეს თქვენი ბრძოლის სტრატეგია, თქვენ გარკვეულწილად ხართ განაწყენებული. მადლობა და მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. იცით, პირველ რიგში მინდა ვთქვა თავარი, ეხლა როდესაც ხარ პოლიტიკაში და ხარ აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მეტიც ხარ ამ პროცესების ავანგარდში, ნამდვილად წყენა არის აბსოლუტურად უცხოცნება. და შესაძლებელია ახლა პირველ ნაბიჯებს ვინც დგას პოლიტიკაში სანამ იმუნიტეტს გამოიმუშავებს ისა თუ ის პოლიტიკოსი ახალბედა ნამდვილად ჰქონდეს, ხო, რაღაც გარკვეულ ეტაპზე წყენას ადგილი, მაგრამ არა ჩემ შემთხვევაში და არა ჩემი მეგობრების შემთხვევაში ბუნებრივია. ხა ეს არ ეხება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, რაღაცა მოსაზრებებს ვკითხულობდი და მათ შორის ის წერილი, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, ნაწილია პოლიტიკიდან ამონარიდია, რა თქმა უნდა, უმცირესი ნაწილი ეხებოდა იმ ადამიანებს, ვინც დიახაც სკეპტიკურად არის განწყობილი ან უბრალოდ ჩასაფრებულის პოზიციიდან მუდამ ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც პოლიტიკოსად, სინამდვილეში ჩემის აზრით ემსგავსება უფრო პოლიტიკურ მიმოხილვას და კომენტატორს და რა გაგმოს ხოლმე. ვის გულისხმობთ დაგვიკონკრეტებთ ბატონიკა? პატივისცემა მათ თითოეულ ასეთ ადამიანს, მათ მოსაზრებასაც პატივისცემ, მაგრამ რა თავარი განსხვავება არის ჩვენსა და ასეთი კატეგორიის, ასე თქვათ, პოლიტიკოსებს შორის. ჩვენ ზემოდან და გვერდიდან პროცესებს არ უყურებთ. ჩვენ ამ პროცესებში უბრალოდ ვიღებთ მონაწილეობას, ჩვენ ვიბრძვით და ვმოქმედებთ. და ვინ უყურებს გვერდიდან ბატონიკა დღეს ოპოზიციიდან? ზოგადად ხო არიან ადამიანები, ვინც თulis, რომ ეს არ არის წარმატებული, შედეგზე გაათვლილი, შესაძლებელია პროცესი, ხო? არის ხო ასეთი მოსაზრება. დიახაც მისასალმებელია მათი ეს კრიტიკა, მაგრამ არავინ არავის არასოდეს დაუშლის ბრძოლის სხვა ტაქტიკა და სტრატეგია გამოიყენო. ეხლა რაც შეეხება პირიქით, მისასალმებელი იქნება და ყველანაირად მხარს დაუჭერ, ოღონდ ისინი იყვნენ აქტიურები და ასევე იყვნენ ბრძოლის ავანგარდში. ესაც შეეხება უშუალოდ თქვენს კონკრეტულ კითხვას, რომელიც დამისვით. ეხლა ბევრ რამეზე ვსაუბრობდი მე წერილში. რა მიიყვანა? აი, როგორ მიხვედით ბატონიკა დიახ ამ გადაწყვეტილებამდე? იცით რატომ მინდა გითხოთ? იცით რატომ აი დავასრულებ შეკითხვას? ხელისუფლება მაგალითად უკვე რამდენიმე დღეა ერთ ნარატივს ავითარებს, რომ აი თქვენს ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა თემურ ალასანიას ვიზიტს და პირდაპირ ამბობენ ისინი, რომ თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილის დავალებით თქვენ გაიძულათ შიმშილობის დაწყება, რომ ეს იყო პირდაპირ მუქარა. აი ასეთი გზავნილი აქვთ მმართველი გუნდის წევრებს. იცით, ამ ყველაფრით დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს პროპაგანდაა, ჩვეულებრივი ქართული ოცნების პროპაგანდაა, რომელსაც მოჭიდება დაკარგული აქვს ძალიან დიდი ხანია. ამით უბრალოდ ისინი პირველ რიგში საკუთარ თავებს აყენებენ შეურაცხყოფას, თუნდაც პროპაგანდის წარმოების პროცესშიც კი, იმიტომ რომ იმდენად ახლართულნი არიან ამ მათივე პროპაგანდის აბლაბუდაში, რომ ვერ გაერკვნენ რომელი ერთი აიღონ და განავითარონ. ეხლა მთელი ამ თვეების განმავლობაში საუბრობდნენ განსაკუთრებით 2 თვის განმავლობაში, რომ მე და მიხეილ სააკაშვილის შორის არის წარმოუდგენლად მაღალი მასშტაბის რაღაცა კონფლიქტი და თითქოს ჩვენ არ ვიცი დღე-დღეზე საჯაროდ დაუპირისპირდებით ერთმანეთს. ხო, როდესაც სჭირდებათ, როდესაც მე თავად გახდით ციხეში სხვა პროპაგანდას აწარმოებდნენ. დღეს უცბად დაჭირდათ და ამბობენ. თუმცა თემურ ალასანიას ინტერვიუშიც იყო გარკვეული შეუძლია არაუბრალოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია დავასრულეთ თუ შეიძლება კი დაასრულეთ და უბრალოდ და უცბად მოვიდა ეტაპი, როცა დაჭირდათ პროპაგანდა და ამბობენ, რომ არა უბრალოდ მიხეილ სააკაშვილს შეძლებია თურმე ჩემი მითითების მოსცემა ჩემზე, არამედ მის ბიძას. ახლა
ეს არის შეურაცხყოფა პირველ რიგში ამ ადამიანების, მაგრამ გასაგებია მათი არჩევანია, ისინი სიამოვნებასაც იღებენ როგორც ჩანს და ანაზღაურებასაც, რომ ასეთი პროპაგანდა აწარმოო, მაგრამ სიმართლე არის ერთი, ხო ხახტო. რომელი თემურ ალასანია ადამიანი არის ოჯახის წევრი მიხეილ სააკაშვილის და ბიძად ეკუთვნის და ჩამოვიდა მის მოსანახულებად, ხო? ცხოვრებაში ნანახიც არ ყავს ჩვენ ერთმანეთი, მაგრამ ეხა თავარ საკითხს ნუ მოშორდებით თამთა თქვენის ნებართვით რისთვის და რატომ გადადგა 200-მდე ამ წუთის მდგომარეობით ადამიანმა ეს მათთვის ძალიან მძიმე ნაბიჯი და არ იყო ეს ნაბიჯი მათი მხრიდან ადვილი გადასადგური და არც ეს ჩემთვის ხო განსაკუთრებით ვერავინ ვერასოდეს ვერავის ვერ მოუწოდებს რომ მიიღოს გადაწყვეტილება და უბადო შიმშილობა გამოაცხადოს ეს შეუძლებელი არის ჩემ ღვიძლ ძმას და ოჯახის წევრს ვერ მოუწოდებ ამ მძიმე ნაბიჯის გადადგმისკენ ყოფამ რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩით იცით მიხეილ სააკაშვილი დღეს მოწონთ არ მოწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა არის პოლიტიკური პატიმარი და წერტილი და ბევრი რამ ადასტურებს ამას რომ იგი არის პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ ადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი ამას მე არ ვიძახი ნიკა მელია ამას ვერ თქვენ იტყვით თამთასანიკიზე ამაზე ხმა აიმაღლა ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მათ შორის ყველაზე ავტორიტეტულმა უფლებო დამცველმა ორგანიზაციამ სოფლიოში Amnesty International-მა ხო ეს ხო მე არ მithქვამს მე უბრალოდ ვციტირებ ამიტომ ეხა ის რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი ამაზე თანხდება ყველა ობიექტური ადამიანი და ალასანიაზე დავაზუსტებთ პრობლემა ისიც რა არის მიხეილ სააკაშვილში კი არ არის პრობლემა ხახტო მიხეილ სააკაშვილს რო ქონდეს შესაძლებლობა ისე როგორც სხვა საქართველოს მოქალაქეებს ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა ხო უბრალოდ შეფუთული სისხლისამართლებელი დევნის ასე თქვა соуსით და გარნირია მიყრილი თითქოს ეს არის ნამდვილად რაღაცა პირუთვნელად აღძრული სისხლისამართლის საქმე ხო არც თავადად მიმართავდა შიმშილობის იმ აქტს რომელიც მიმართა ხო და იძულებული გახადეს და რას უკეთებდნენ და როგორ მდგომარეობაში აგდებდნენ აქციებს და მიტინგებს უწყობდნენ პატიმარს ციხესთან ქართული ოცნების აქტივისტები და რას არ კადრულობდნენ თავად ხო დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ფორმას არ გამოიყენებდა და დაელოდებოდა ბოლო დღემდე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანას. უბრალოდ სამართლის სასამართლოს შესაძლებლობა რომ არსებობდეს. როდესაც სამართლის სასამართლოს შესაძლებლობა არ არსებობს და ამაზე გინდა ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერილი იყავი და გინდა ქართული ოცნების ხარდაჭერილი იყავი, ყველანი თავხდებით თუ ოდნავ ობიექტურები. აი მურუსიძეს სასამართლო როც გაამართოს დაუშვათ მიხეილ სააკაშვილი, ხო იმდენად უნდობლობა წარმოვიდგინეთ, ეხლა პარადოქსია, მაგრამ იმასაც კი არ იწუნებს ქართული ოცნების ხარდაჭერილი. მაგრამ ბატონი, იცით რა არის? თქვენს გეგმასა და სტრატეგიაზე და გასაგებია, მაგრამ ხარდამჭერებში, აი თქვენი პარტიის მხარდამჭერებს შორისაც არის სტრატეგიის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა. ბევრი იცით არა რას გულისხმობ ხარდამჭერებს გულისხმობ რომლებიც ფიქრობდნენ რომ თქვა შეიძლება და უფრო მეტი პროტესტი იყოს საჭირო სოციალურ ქსელში. ალასანია ვახსენეთ იგივე ალასანიამაც რამდენიმე დღის წინ თქვა რომ კითხვაზე შეუძლებელი გააკეთა თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა რომ არა რადგან მიხეილ სააკაშვილი რჩება ციხეში და ამიტომ ვახსენე მე ალასანიამ კონტექსტში რომ მასაც აქვს პრეტენზიები პარტიის გასაგებია მოსაზრებები შეიძლება იყოს ბევრნაირი, როდესაც მართლაც უამრავი ამორჩეველი ყავს პარტიას და ეს არის 100,000-ობით, რა თქმა უნდა, მოსაზრებები სხვადასხვა იქნება, მაგრამ თქვენთან გადაცემაში ხა სტუმრად არის ადამიანი, რომელიც ერთობა პარტია ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან, ხო ამ წუთას. და ვარ არჩეული პირველად ვარ არჩეული ამორჩევლებისკენ ხარდაჭერების და პარტიის წევრების მიერ. ანუ პასუხისგებლობა თავი და ბოლომდე დიახაც თელ რიგ საკითხებზე მეკისრება მე კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. და მე ნამდვილად ეხა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთგული ხარდაჭერთა ჯგუფი არსებობდეს, რომელსაც სხვა ხედვა და გეგმა ჰქონდეს ან ექნება მომავალში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მათი პოზიცია გავიზიარო და ქმედებებში ასე ვთქვათ ავსახო ხო სხვა საკითხია როდესაც შენ უსმენ და იზიარებ მათ პოზიციებს და გული
გეტკივა, მაგრამ სხვა საკითხია, როდესაც შენ გადაწყვეტილებებს მოარგებ მათ მოსაზრებებს. ამიტომ ამაზე მე მგონი ბევრი სასაუბრო აქ არ არის. გადაწყვეტილებას დიახაც იღებს პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თავის კოლეგა მეგობრებთან ერთად. მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო ბატონიკა ეს ბრძოლის სტრატეგია 21 დეკემბერს, რომელიც გამოაცხადეთ, ჩართული იყო ამ გადაწყვეტილების პროცესში. როგორ ეს ყველაზე კარგად იცის ეხა ბატონმა, არ ვიცი, ივანიშვილმა სუსის მეშვეობით ეხა იყო თუ არ იყო. ეხა მიხეილ სააკაშვილი 20 საათიანი დაკვირვების ქვეშ ყავთ, იქ სადაც ყავთ და როგორ შეიძლება ესეთი დეტალი, რომელიც ეხება ადამიანის მიერ უბადო შიმშილობის გამოცხადებას ვინმე წაახალისოს. ან მიხეილ სააკაშვილმა ვინმე, ან მე რომელიმე სხვა ადამიანი. არ იყო თუ გაინტერესებთ კონკრეტულად საქმის გულში, რა თქმა უნდა. იმიტომ ეს არის ის საკითხი, რომელიც მე თელი ჩემი რწმენით გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ? მოდით ამაზე ვისაუბროთ, ხახტო. ვისაუბროთ იმაზე, თუ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა თამთა. თქვენ დღეს ვარ მუშაობდეთ იქ კომპანიაში, რომელშიც მუშაობთ და გახდეთ კრიტიკულად კვეთრად კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ტელევიზიის თანამშრომელი, თქვენც კი შესაძლებელია მომავალში თუ ეს ვითარება არ შეიცვალა, რაც შეიძლება სწრაფად პრობლემები შეექმნათ ამ პოლიტიზირებულ პროკურატურასთან და დევნის ორგანოებთან. რატო? იმიტომ რომ განსხვავებულ პოზიციას დევნის ეს რეჟიმი განურჩევლად სახელისა და გვარისა. დღეს, როდესაც ტყვეობაში არის აყვანილი ადამიანი მიხეილ სააკაშვილის სახით ან ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რა თქმა უნდა ეს პრობლემა არის. პრობლემა არის, რომ მას არ მიეცემა შესაძლებლობა თავის სიმართლე დაამტკიცოს, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს კი არ არის. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გამოვა ციხიდან, ციხეში არ იქნება, ხალხო. რა თუ და რა ვერკეტით გესახებათ ბატონიკა? აი ლევან ბეჟაშვილის განცხადება წავიკითხე ახლა რომ 2022 წელს გარეთ იქნება მიხეილ სააკაშვილი. აი რა ვერკეტებით გესახებათ მისი გამოხსნა? ეს პოლიტიკური ხვალ და ზეგრო აღარ უნდა არსებობდეს პოლიტიკური დევნის ნიშანწყალი, აი ამისთვის ვიბრძვით. დიახაც, ის რომ დღეს რეჟიმის ხელში ნურუსიძე სასამართლო არ არის და არის უბრალოდ მათრახი, ესეც ხომ ფაქტია. ისიც ხომ ფაქტია, რომ ადამიანებს უბრალოდ რომლებსაც უყალბებენ არჩევნებს და მიუხედავად ამისა ქართული ოცნების მიერვე დაწერილი პროცენტების მიხედვით და აბსოლუტურ რიცხვებშიც კი გაცილებით მეტნი ვართ, ვისაც ცვლილება გვინდოდა, ხო მილიონზე მეტი ადამიანია მათივე გაყალბებული არჩევნების შედეგებით მიხედვითაც კი, ხო გსურს ჩვენ რომ კრიზისი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, ეპიდემიოლოგიური და ასე შემდეგ დაიძლიოს, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოხერხდება ამ რეჟიმის პირობებში და ოპოზიცია დიახაც სამაგალითოდ პასუხისგებლიანად იქცევა. სამაგალითოდ დიახაც განსხვავებით შესაძლებელია წინა წლების და წინა ხელისუფლების ოპოზიციისგან და ბოლო წლების ოპოზიციასაც გულისხმობს. სამაგალითოდ. ბატონიკა, აი ოპოზიციის ნაწილმა დიახ, გასაგებია. როდესაც გამოიყენებს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იმისათვის, რომ თქვენს და მეც მოგვიპოვოს თავისუფლების მეტი ხარისხი, დიახაც არის მისასალმებელი და როდესაც საუბრობენ რადიკალიზაციაზე პროცესების, თუ კი ვინმე ცდილობს და ახდენს პროცესების რადიკალიზაციას, რა თქმა უნდა, ჩემზე კარგად იცით ეს ვინ არის, ეს არის ქართული ოცნება რეჟიმის სახით. როდესაც შენ არჩევნებს არ ატარებ, თამთა ეს უნდა თქვა, ბევრი მაქვს სათქველი, ამის ამდენი წუთია ეხა ჩვენთვის დრო გაყოფილი, ამას ვერც მოვასწრეთ. როდესაც შენ არჩევნებს არ ატარებ და რასაც ატარებ, იქაც კი თელ რიგ ოლქებში მარცხდები და მე სადაც მარცხდები, ადამიანებს ემუქრები, აშანტაჟებ, ძალადობ და იმდენად მართლა დაუკრეფავში ხარ გადასული ადამიანი შემოგაკვდება ხელში არჩეული დეპუტატი, ამ შემთხვევაში ნუგზა ფუტკარაძეს გულისხმობ. ვის რადიკალიზაციაზე ბატონიკა, რადგან დრო შეზღუდულები ვართ, ყველა კითხვები და მოვასწროთ, ღიად ძალადობ ადამიანებზე
ვის რადიკალიზაციაზე საუბრობ, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას არ ჭირს კარგი ცხოვრებით, აი დავასვამას, კარგი ცხოვრებით არ ჭირს, მე მათი მესმის, მეტიც არ მშურს მათი, ისინი ძლიერის პოზიციაში რომ იყვნენ, რა თქმა უნდა, ძალადობას არ მიმართავდნენ, მაგრამ როდესაც პოლიტიკური მოჭედება მათ აქვთ დაკარგული, იძულებულნი არიან საკუთარ პოლიციურ დანაყოფებს, ზონდერ პოლიციურ დაჯგუფებებს დაეხტნონ, ვინაიდან პოლიტიკური კატეგორიებით მსჯელობა მათ უკვე გაინადგურეს. ბატონიკა, ოპოზიციის ნაწილმა, დიახ, რომლებმაც თქვენი გეგმა დაიწუნეს, ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც დაგიწუნათ ეს ბრძოლის გეგმა და მიიჩნია უპერსპექტივოდ. ასევე სახალხო დამცველმა მოგიწოდათ, რომ იგივე საპარლამენტო ბერკეტები გამოიყენოთ, იმიტომ რომ 36 მანდატი გაქვთ და ხელისუფლებას ებრძოლოთ სწორედ საკანონმდებლო ორგანოდან. პირდაპირ ასეთი მითითება იყო სახალხო დამცველისგან. აი, რატომ არ ხდება ამ ბერკეტების გამოყენება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით ხარ. მე რაზე საუბრობდი თქვენს მე საუბრობ. ბიზინა ივანიშვილი თამთა არის ოლიგარქი ამ ქვეყანაში თუ არ არის? თქვენთან კითხვა თუ შეიძლება. მე კითხვებს თქვენ გისვამთ ბატონიკა. ოლიგარქი არის? მე კითხვებს გისვამთ თქვენ ბატონიკა. ბიზინა ივანიშვილი არის ოლიგარქი თუ არ არის? გულწრფელად მიპასუხეთ. მე კითხვებს სვამამ და არ ვპასუხობ კითხვებს. გავიგე, რატომ არ იყენებთ ეს მითითება იყო სახალხო დამცველისგანაც ბატონიკა. თქვენ კითხვაზე პასუხს ვცემ. ბიზინა ივანიშვილი არის ოლიგარქი თუ არა? ბატონიკა არის თქვენს ხომ იცით რო არა პირდაპირ ეთერი მიპასუხებდით რომ არის ერთ-ერთი არა თქვენ არ გიპასუხებდით ამას ბატონიკა საპარლამენტო ინსტრუმენტი ბატონიკა სხვათა შორის ოპოზიციის დაწუნებული ვარო თუ ლეთ არა ბატონიკა თქვენ არ იცით ჩემი პოზიცია არ იცით ჩემი პოზიცია როგორც ბატონიკა გისვამთ შეკითხვას ერთი ნაწილი მიგითითებთ რომ გამოიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები და მეორე ნაწილი ბატონიკა მე გისვამთ მე მომეცით უფლება შეკითხვები მე დავსვამ მე დაგისვამ ბატონიკა ირაკლი ღარიბაშვილია პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის მეორე ნაწილმა იცით რაზე მოგითითათ ბატონიკა რომ მაშინ საპარლამენტო ბერკეტები საერთოდ დატოვოთ საპარლამენტო ბერკეტი დატოვოთ მანდატები და ეს უფრო შექმნის მეტ კრიზისს. სხვათა შორის ოპოზიციის მეორე ნაწილმა ესეც გიჩვენებთ. არ ვიცი ვის ციტირებთ. კონკრეტულად კონკრეტულად ვინ თქვა ეს? ნუ წერენ სხვათა მათ შორის მაგალითად ევროპული საქართველოს მხარდამჭერები. მათ მიაჩნიათ ეს გზა რომ თქვენ უნდა დატოვოთ პარლამენტი. ანუ ხარდაჭერები ესე იგი სოციალურ ქსელში რომელიმე Facebook მომხმარებელი რაღაცა სტატუსს დაწერს, იქიდან გებადებათ კითხვა, კი ბატონო, ეს არა, ეს არის საკმაოდ ძლიერი მუსირებს ეს პოზიცია და ამიტომ გეკითხებთ. საპარლამენტო დიახაც საპარლამენტო ინსტრუმენტის გამოყენება მნიშვნელოვანია დემოკრატიულ წესწყობილებაში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ამას ეთმობა, რომ ერთხელ სამუდამოდ დიახაც სახელმწიფო ინსტიტუციები განადგურებული კი არ იყოს. მიერთეთ ყურადღება არა უბრალოდ სულს კი არ ღაფავდეს, რამომ სულის ღაფვაზე აქ საუბარი განადგურებულია. პროკურატურას არ გავს და სასამართლო სისტემას არ გავს და არც ერთ სახელმწიფო შტოს, არც ერთ სახელმწიფო შტოს არ გავს. ნორმალურ დემოკრატიულ წესწყობილებაში ბუნებრივია 200-მდე ადამიანი უწავეს ფორმას არ უნდა მიმართავდნენ შიმშილობის სახით. დღეს მდგომარეობით დიახაც ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ იმიტომ არის იქ სადაც არის რომ მიიღოს თუ კი ამას მაინც გააკეთებს მაგრამ ძალდატანებით ამის გაკეთება ყველა ვარიანტში მოუწევს მიიღოს კონსტიტუციური ცვლილება მეორე და მესამე მოსმენით რაც უზრუნველყოფს დიახაც ამ ქვეყნის ნორმალურ შემდგომში მომავალში განვითარებას ეს არის პროპორციული წესით ჩასატარებელი და დაბალი ბარიერი და იგივე დაბალი ბარიერით. ამიტომ მე არ მეგულება ადამიანი ამ ქვეყანაში რომელიც მიესალმება შიმშილობის აქტს. არ შეიძლება უბრალოდ ადამიანურად მიესალმო და სრულად ვიზიარებ ქალბატონი ნინო ლომჯარიას პოზიციას, ხო როგორ შეიძლება მიესალმოს მით უმეტეს სახალხო დამცველი. მაგრამ ვითარების სიმძიმე დიახაც საზოგადოების გამოსაფხიზლებად საერთაშორისო საზოგადოების მათ შორის კიდევ უფრო მობილიზებისთვის არაძალადობრივი ეს ძალიან მძიმე პროტესტის ფორმა დარწმუნებული ვარ რომ იქნება და არის შედეგზე ორიენტირებული და შედეგიც არ დაახანებს. მაგრამ ბატონიკო აი საერთაშორისო საზოგადოება ახსენეთ და საერთაშორისო საზოგადოებისგან არ არის ასეთი ზეწოლა ხელისუფლებაზე მიხეილ სააკაშვილის უშუალოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
თქვენ ნახეთ გეშლევათ ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვნად. შიმშილობის აქტი და იმ განცხადებაში ვიტყვი, შიმშილობის აქტი ბუნებრივი არ არის საკმარისი თავარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, როდესაც გინდა მყისიერი უსამართლობის აღმოფხვრა. და პოლიტიკური მართლმსაჯულება დღეს არის დიახაც, რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხრელი. რაც შეიძლება სწრაფად. იმიტომ რომ ვახსენე და ვიტყვი, მიხეილ სააკაშვილი ადეთუგე გამოვა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. აბსოლუტურად არ არის პრობლემა, გამოვა ნებისმიერ პატიმარი, მაგრამ ხვალდაზე ეგ ხელისუფლების იშტაზე ნებისმიერი მოქალაქე ციხეში აღარ უნდა შებრუნდეს, ხო? საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ბატონო ნიკა რომ არ არის ასე ინტენსიური? საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები თქვენ წაკითხულიც გექნებათ, მოსმენილიც გექნებათ და ერთ-ერთი ვახსენე Amnesty International-ის ძალიან მძიმე განცხადება, ხო, რომელიც არადამიანურ მოპყრობას ეხებოდა და საინტერესო უშუალოდ გათავისუფლებას გულისხმობ ბატონო ნიკა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. აი ვის აწყობს პოლარიზაცია? აი ვის აწყობს პოლარიზაცია? ეს აზრი ხა. ეს რასაც მე ვიწყებ, გავავითარო. აწყობს რა თქმა უნდა ხელისუფლებას და აწყობს სახელმწიფო მედიას. რომ არაფერზე საუბარი გარდა ურთიერთ დაპირისპირებისა, მათ შორის მედია სივრცეში არ იყოს. და აი ამ ყველაფერს, როდესაც ქართული ოცნება სჩადის ძალადობიდან დაწყებული კორუფციით გაგრძელებული და უბრალოდ განუკითხაობით დამთავრებული, აი ამ ყველაფრის ფონზე ადამიანებს აი ეს რეჟიმი ეკონომიკურ სიდუხჭირეში კი არ აცხოვრებს. ღარიბ ადამიანს ღატაკად აქცევს და არ შემიძლია არ თქვა აი საარაკო ტყუილი, რომელიც თქვა ქართულმა ოცნებამ 1 ოქტომბერს და გეყოლებათ თქვენ მომდენო სტუმარი ხო არ რომელიღაცა ქართული ოცნების ან ყავდათ უკვე არ გეყოლებათ და გკითხეთ რამდენად ეხა მე სიმართლეს ვიტყვი ტყუილს 1 ოქტომბერს შემოიტანა მთავრობა ბიუჯეტი დასამტკიცებლად პარლამენტში სადაც თქვა რომ პენსია უნდა გავზარდოთო ინფლაციის წლიური ინფლაციის ანუ ფასების ზრდის მიხედვით და 1 ოქტომბერს შეიტანა პარლამენტში დიახაც და კანონი გაგახსენეთ მანამდე ქართულმა ოცნებას ზარზეიმით მიიღო პენსია კანონი პენსიის შესახებ არსებობს იმ კანონში ჩაწერა რომ კომპენსაცია გადაეხდება ყველა პენსიონერს მაშინვე როდესაც ფასები გაიზრდება რამდენადაც ფასები გაიზრდება იმდენად გაიზრდება პენსია შეიტანეს მოკლედ ბიუჯეტი პარლამენტში 8%-იანი ინფლაცია იყო 1 ოქტომბრისთვის და 20 ლარით თქვენს რომ გავზრდით პენსიას. იმიტომ რომ აი ამდენი არის მოკლედ კომპენსაცია და რა მოხდა? ვიდრე ახლა ვსაუბრობთ, უკვე 13%-იანია ფასების ზრდა და თუ კი იმ კანონის მიხედვით, სადაც ჩანაწერი გააკეთეს, რომ კომპენსაცია გადაეხდება ნებისმიერ პენსიონერს ფასების ზრდის მიხედვით, ვინაიდან ფასების ზრდა პენსიას ჭამს, 20 ლარით კი არ უნდა გაიზარდათ პენსია პენსიონერებისთვის, არამედ 31 ლარით და გამოდის, რომ 1 იანვრიდან პენსია კი არ მატულობს უკვე 11 ლარით. ბატონო ნიკა დრო ცოტა რჩება. როდესაც ეუბნებია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ ყველაფერთვის რომ დრო ცოტა რჩება, ეს არის გავიგეთ თქვენი პოზიცია, გაიგო მაყურებელმა. პენსიონერმა ჩვენი პოზიცია კი არ არის, ეს არის საარაკო ტყუილი შეურაცხყოფა და დამცირება პენსიონერებისა, რომელსაც პენსიას რეალურად უმცირებენ, ნაცვლად იმისა რომ მოემატა, არათუ კომპენსირება არ მოახდინეს, არამედ დააკლეს პენსია. კითხავთ აუცილებლად. კითხავთ ბატონო ნიკა. მე პირადად. დიახ, ორ შაბათს თქვენ მიბრძანდებით ათონელის რეზიდენციაში ერთი მხრივ კარვებში შიმშილობთ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად და მეორე მხრივ ამბობთ რომ მიიღებთ ეროვნული თანხმობის პროცესში მონაწილეობას. ორ შაბათს აპირებთ სალომე ზურაბაშვილთან მისვლას. რა წინადადებებით მიხვალთ? როგორ გესახებათ ეროვნული თანხმობა და გადის თუ არა გზა პირველ რიგში სააკაშვილის გათავისუფლებაზე? მისასალმებელი არის. მე გითხარით და გიპასუხეთ და 8-ჯერ თუ გკითხავთ 8-ჯერ გაგიმეორეთ. მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა რა თქმა უნდა არის დასასრულებელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი და უმთავრესი. მთავარი არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება ამ ქვეყანაში. და ოლიგარქი, რომელსაც თქვენ აღიარებთ, რომ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ აღიარებთ, რომ ოლიგარქიული წესწყობილება ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი დასრულდეს. იმით არ შეიძლება. არა, ბატონო ნიკა, თქვენ არ იცით ჩემი პოზიცია და ნუ ისაუბრებთ ჩემ ნაცვლად. მე გისვამთ თქვენ შეკითხვებს. არ ვჯერა, რომ თქვენ
არ უჯერა და იმიტომ კითხვაზე მიპასუხეთ ბატონ ნიკა. მიგაცეთ ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ. კითხვაზე პასუხოთ, როდესაც ჩვენ გვინდა წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა, რომ არ გარბოდნენ თავქუდმოგლეჯილები ამ ქვეყნიდან ახალგაზრდები და ღრმა დეპრესიაში ჩვენი ხრწოვანი და ჭარმაგი ადამიანები ასევე არ ეშვებოდნენ, ხო? ამ ყველაფერზე ჭირდება სისტემური განვითარება და მინიმუმ პირველ ეტაპზე იმედისა და შანსის დაბრუნება. ანუ პოლიტიკური მართლმსაჯულება ეს იქნება თქვენი მთავარი საკითხი, ხომ, რაზეც ისაუბრებთ? ოლიგარქიული წესწყობილების პირობებში ჯერ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მოქალაქეს უკეთ ებრძნო თავი. არ არსებობს უბრალოდ. მართლაც არ არსებობს. ვიწრო კლანური მმართველობა დიდდება ადამიანების ხარჯზე. ელემენტარულ წესრიგს ვერ ამყარებენ. მარილი ვერ დაუყრიათ, რაზეა საუბარი? თითქოს ტრივიალურია, ხო? პენსია ვერ გაუზრდია და მილიარდერის პირობებში ადამიანი რატომ უნდა ღატაკდებოდეს? და 600,000 მართაც სოციალურ დაუცველს, როდესაც შენ სურსაძე დაახლოებით 20%-ით ფასებს უმატებ, რომელთა შემოსავლის, არ ვიცი, უდიდესი ნაწილი სურსაძე იხარჯება, ამ ადამიანებმა როგორ იცხოვრონ, ხო? ცხოვრობენ მძიმედ და ერთ-ერთი შანსი და იმედი, როდის შეიძლება მიეცეთ ცვლილების შემთხვევაში. ეს ცვლილება მოხდება აუცილებლად. მოხდება. 800,000 პენსიონერია დაწყებული, 600,000 სოციალურ დაუცველით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ხდება, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ვერაგი მტრის ამ შემთხვევაში რეჟიმის ინტერესი იყო და არის სამოქალაქო დაპირისპირებაში ოპოზიციის ჩათრევა, რაშიც ჩვენ არ ავყევით და მე ამაყება არც ფეტინა არც დაკლები მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმისა, რამაც სისხლძღვა არის და ამ ქვეყანას. რაზე ვისაუბრებთ? ქალბატონ ზურაბიშვილი, რომელთანაც მე 2 საათზე ორშაბათს მივალ აუცილებლად, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის. და მე მას შემდეგ ნაწილი ინფორმაცია გაზიარებული იქნება თქვენ. ბატონო ნიკაი, როგორ აღიქმება მაინც, აი თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რომ ერთი მხრივ თქვენ დადიხართ მოლაპარაკებაზე, ხატია დეკანოიძე იყო თქვენ მიხვალთ ორშაბათს და აი თან კარვებში შიმშილობა, აი ეს პროცესი რამდენად თანხმედრაშია ერთმანეთთან. რისთვის შიმშილობთ? აი რისთვის შიმშილობთ, როგორ გონიათ? რისთვის შიმშილობთ? იმისთვის შიმშილობთ, რომ თქვენც რომ მიგაჩნიათ ბიზნესმენშვილი ოლიგარქად, აი ეს ოლიგარქი არ იყოს მიმტაცებელი სახელმწიფო. ნუ საუბრობთ ჩემნაცვლად, ბატონო ნიკა, კიდევ ერთხელ გეუბნებით. კარგი, ბატონო ნიკა. ეხლა ბოლოს შეკითხვა უნდა დაგიშვათ, იმიტომ რომ ჩვენ დრო ამოვეცნო. ქვეყანაში ვითარება არის გამოსასწორებელი, ამ ყველაფრისთვის არის ეს ბრძოლა. ეს არის პარალელური მისასალმებელი პროცესი, რომელიც თუ კი ოდნავ მაინც სადღაც ჟუტავს იმედის სახით ამ პროცესის წარმატებით დასრულება შედეგობრივად, მხოლოდ ხელს შევუწყობთ. რა ვადაზეა ეს გეგმა, ბატონო ნიკა, დიახ. ჩემი ჩართულობითაც ამ პროცესს ავახალისებ. რა გამოვა? დიახ, ეს გასაგებია. რა გამოვა საერთოდ ჯამში? ნახოთ, იმიტომ თქვენ იცით ჩემზე კარგად, რომ რეალური ბერკეტები ჯერჯერობით პროცესებზე აქვს. თქვენ და მე რო ვიცით ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველს და ჩვენ ამ ყველაფერს უპირისპირეთ ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან ეფექტურ მეთოდს პროცესებზე ზეწოლისა უვადო მასობრივი საპროტესტო შიმშილობა და ვინმე თუ კილიკობდა რომელიმე ქართული ოცნების წარმომადგენელი ან ახლა იკილიკებს მომდენო დღეებში ამ ადამიანებს რამდენიმე დღეში ნამდვილად არ გაეღიმება. იმიტომ რომ ამ ადამიანებისთვის რთულია წარმოიდგინო, როგორ შეიძლება დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და ბრძოლის მძიმე, მწვავე, არაძალადობრივ ფორმას მიმართო, სადაც შეიძლება ბატონო ნიკა, ბოლოს შეკითხვა მინდა დაგისვათ, ამბობთ რომ უვადოდ გაგრძელდება შიმშილობა და კიდევ ლევან ბეჟაშვილმაც თქვა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ არხზე, რომ სხვა ბოლოს შეკითხვას დავუსვა, მანამდე კიდევ ერთხელ დაუკავშირდებით. არა ბატონო ნიკა, არა მანერვიულეთ ნამდვილად. კიდევ ერთხელ დაუკავშირდებით ნიკა მელიას და ბოლოს შეკითხვას დავუსვა მას. რამდენიმე წამში ის გაიგებს უკვე ჩვენს ხმას, ბუნებრივია ბოლოს შეკითხვა იქნება გეგმასთან დაკავშირებით. გესმით ბატონო ნიკა ჩემი?
კი. აი ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. ლევან ბეჟაშვილმაც თქვა ცოტა ხნის წინ რომ ბრძოლის სტრატეგია მხოლოდ შიმშილობის გეგმას არ მოიცავს და შეიძლება პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდეს. აი რა არის ამ სტრატეგიის კიდევ ერთი ნაწილი უბადო შიმშილობასთან ერთად როგორც ამბობთ. მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებთან პიკეტირებაცო, აი რომ დაგვიკონკრეტოთ, დიახ. არა, ერთი წუთი სტრატეგია თავისთავად შიმშილობა ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ვერ იქნება სტრატეგიის ნაწილი და გეგმის ნაწილი. გეგმის ნაწილია, რომ შვიდობიანად, არაძალადობრივად, რამდენადაც მომაზრებელი არ უნდა იყოს ამ სიტყვების გამეორება, ჩემის მხრიდან ბევრი ქართული ოცნების წარმომადგენლისთვის და რატომ არ მომაბეზრებელი ცით, მათ არ უნდათ რომ ჩვენ ასე მოქცეულიყავით. მათ უნდათ რომ ჩვენ აყოლილიყავით მათ დაპირისპირებაში. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ გეგმის ნაწილი, სტრატეგიის ნაწილი და სხვადასხვა პროტესტის ფორმები შინაარსობრივად სხვაგვარად და დატვირთული აუცილებლად სახეზე იქნება და მოქმედებაშიც მოყვანილი იქნება მანამ სანამ რეჟიმი არ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას ხალხი საკეთილდღეოდ. აქ ბრძოლა არ არის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის თამთა. აქ საშუალებას მოპოვებისთვის არის რომ ბრძოლა რომ არჩევნები ჩატარდეს. მათ შორის არჩევნები ჩატარდეს და მართა საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს ხელისუფალი და არჩევნებზე წასვლა მოქალაქისთვის არ იყოს ასოცირებული ჰეროიზმთან და გმირობასთან. და ცემატყება არ უწევდეს ადამიანს ამორჩევას. აი ამ ინსტრუმენტების მოპოვებისთვის არის ბრძოლა და ამ პროცესში სხვადასხვა მეთოდები იქნება გამოყენებული და უნდა ვარყიოთ ეს რეჟიმი მანამ სანამ არ დაინგრევა ეს რეჟიმი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მას შემდეგ რაც ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, ის რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, იგივე არ გააკეთოს მომავალმა ხელისუფლებამ მაღალი ალბათობით, ძალიან მაღალი ალბათობით კოალიციურმა მართლობამ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც წინა ხელისუფლების პირობებში მართლაც გასაკიცხი იყო, მართლაც დასაგმობი იყო, საკუთარი, არ ვიცი, არაკეთის ინდისიერებით, მურუსიდან დაწყებული, არ ვიცი, შოთაძის გაგრძელებული და უამრავი სხვა ადამიანები, ხო, არ მიიტმასნოს ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან მადლობა ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ქართული ოცნება სულ მეღებება ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს და ნახევარი ის ნაციონალურ მოძრაობა ყავს საკუთარ რიგებში. და რატო აკრიტიკებს? შენ ოჯახ აშენებულო, მაშინ ნაციონალურ მოძრაობა შემთხვევით, იმიტომ ხო არ აკრიტიკებ, უბრალოდ ძალას ხედავ ამ მართლაც პარტიაში თავის პარტნიორებთან ერთად, რომ შენ ფული აღარ მოგაპარინო და ის არ გაგაკეთებიონ, რაც ანტისაკრიტიკო. მადლობა, გადავაჭარბეთ ყველანაირ დროს. და რწმენით აკრიტიკებ, პირდაპირ გეკითხებით, გადახედონ საკუთარ შემადგენლობას პარლამენტში ქართულმა ოცნებამ და აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ის ადამიანები, ვისაც მთელი წლების განმავლობაში, არ ვიცი, რას არ უკეთებდნენ, დებდნენ მიწაში და მერე ზემოთ იღებდნენ და სამართლიანად უსამართლოდ კიცხავდნენ, ეს ადამიანები დღეს არიან წამყვანი თანამდებობის პირები და თუ გინდათ ჩამოვთვლი, ბევრი ასეთი სახელი და გვარის ჩამოთვლა შეგვიძლია. ამიტომ როდესაც შენ თვითონ ხარ მოძალადე, შენ თვითონ ხარ დარწმუნებული შენ თავში, რომ პოლიტიკურად გაბანკროტებული ხარ და მხოლოდ პროპაგანდისტული მედია საშუალებების იმედად ხარ დარჩენილი, ასეთი ბოლოს იყო მახსოვს ასლან აბაშიძე, რომელიც ძალადობის მადლობა ბატონიკა, გადავაჭარბეთ დროს სამწუხაროდ, დიახ, მეორე სტუნდისთვის დრო აღარჩება. ამ მეთოდებმა იგი იმ წერტილამდე მიიყვანა, რომ ქვეყნიდან გასაქცევი გახდა. აი თქვენს მომდევნო სტუმარს ქართული ოცნებიდან კითხეთ, ბოლოს როდის ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის გარდა რეფორმაზე, როდის რა ქარხანა გახსნეს, რა ფაბრიკა გახსნეს, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნეს, რა საინვესტიციო კლიმატი გვაქვს დღეს ქვეყანაში და ამის გასაუმჯობესებლად რა კეთდება, პენსია რამდენით იზრდება, სყიდულარიანობა შემცირდა ამ პენსიონერისთვის, თუ არ შემცირდა, ის 260 გასაგებია ბატონიკა, მოგვიწურა დრო. დიდი მადლობა. ამ ყველაფერზე ილაპარაკო, მაგრამ ამ ყველაფერზე რო არ უნდათ ლაპარაკი, სპეციალურად პროკურატურას დიახ ადევნებენ, პროკურატურას დიახაც აიძულებენ, რომ დევნონ პოლიტიკურ ოპონენტები, რომ მერე მთელი მედიასიუცე იყოს ამით გაჯერებული. მადლობა. გასაგებია. პარტია ნაციონალური პერიოდით მადლობა. ამოგვეწურა დრო. და
შევთანხმდით რომ თანხმდებით ბიძინა ივანიშვილზე ვინ არის ის შევთანხმდით არა ვერ თანხმდებით ბატონ ნიკა და თქვენ არიცით ჩემი პოზიცია შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში